ჩვენ პრინციპში რასაც ვაკვირდებით, ეს არის ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესის გაგრძელება, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ წინა არჩევნებზე ვიხილეთ. გარედან მართული პროცესი არის სრულად და ზუსტად ისე მიდის პროცესები, როგორც ჩვენ საუბრობდით, არის ცდილობა, რომ ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ იმ მხრივ, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში წარმოდგენილი და რეალურად იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს არჩევნებში წარმოდგენილი. ასე რომ ეს არის ცდილობა გარედან დაგეგმილი, დაორგანიზებული და განხორციელებული და ზუსტად ეს ორი პარტია ლელო და გახარია, ვხედავთ გახარია დღესაც კი საზღვარგარეთ არის და იქ იღებს შესაბამის მითითებებს. ამ მითითებების განხორციელება, რომ ამომრჩეველს მოაჩვენონ თითქოს ნაციონალური მოძრაობა არ არის არჩევნებში წარმოდგენილი, სინამდვილეში ეს არის ერთი ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარედან იმართება და ეს მცდელობა არის ახლა ასაც ჩვენ ხედავთ. ეს ზოგადად როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც შეშთავაზა და ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მან მის განცხადებაში იყო არგუმენტაცია მოყვანილი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე დაწყებული არის თავდასხმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენ ხედავთ, რომ არის ცდილობა, რომ ჩაშალონ, მათ შორის უცხოური დაფინანსების მცდელობები იყო, რომ დაეფინანსებინა მაგალითად ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზაციები, რომელსაც პირდაპირ თავის მიზნად აქვს გამოცხადებული არჩევნების ჩაშლა და სწორედ იმისთვის, რომ სპეკულაციები არ იყოს პრეზიდენტის განმარტებით, მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, შემდეგ რომ არ იყოს რაღაც საბაბებზე საუბარი, რომ თითქოს არ ქონდათ შესაბამისი შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ, თუ კი აქვთ სურვილი, მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა. რაც შეეხება არჩევნებს, კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ მცდელობებია, რომ ჩაიშალოს ეს არჩევნები, თქვი, რომ იყო მცდელობა ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ გაცხადებული მიზანი აქვს, რომ ჩაშალონ არჩევნებში, ასევე არის ორგანიზაციები, რომლებიც აი ამ დღეებში ხედავდით, რომ თქვათ მათ განცხადებებს საბოტაჟთან დაკავშირებით, გულისხმობ საერთაშორისო გამჭვირვალობას, გულისხმობ ნინო ლომჯარიას NGO-ს, საფარს, ბაია პატარაის NGO-ს, რომლებიც პირდაპირ ეს დღეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ბოიკოტი და საბოტაჟი უნდა იყოს არჩევნების და შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან ევროკავშირის საელჩოსგან. ასე რომ ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც მიზანიც გაცხადებული აქვს მიზანი, რომ ჩაშალონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს სკანდალი იქნებოდა, რომ ამას არ იყოს შეჩვეული ქართული საზოგადოება, რომ ევროკავშირის საელჩოდან ფინანსდებიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილის პროპაგანდის გავრცელებასთან ერთად ახლა უკვე კონკრეტულად კონცენტრირებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაზე და ამაზე ჩვენ უნდა ღია და ხმამაღლა ვისაუბროთ, რომ ის NGO-ები, რომლებიც დღეს ცდილობენ უკვე აქედან ჩანს და აცხადებენ, რომ უნდა ჩაშალონ არჩევნები, ფინანსდებიან ევროკავშირის საელჩოს. იმისათვის, რომ ლელოსთვის არ დაეწყათ, ესე ვთქვათ, რას ნიშნავს მათი ეს განცხადება? ხო, ეს აღიარება არის გუშინანა წითლისგან მოვისმინეთ ეს აღიარება, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რომ რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე შავი ფული იხარჯება და იხარჯება გარედან ლეგიტიმაციით და მხარდაჭერით ეს შავი ფული. პირდაპირ ეს არის ფაქტი, რაც განაცხადა ანა წითლიძემ და მედია უნდა დაინტერესდეს და დეტალები გაარკვიოს. პირდაპირ დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძეს მხრიდან ხდება მოსყიდვა პოლიტიკოსების და სხვადასხვა პარტიების ფულით მოსყიდვა, ასევე მისი მედიის ინსტრუმენტების გამოყენებით მოსყიდვა. ამაზე არაერთხელ გვსმენია ჩვენ სხვა პარტიებისგან, რომ მამუკა ხაზარაძე და თავისი TV პირველით
აშანტაჟებს პოლიტიკოსებს და იქიდან გამომდინარე რამდენად ლოიალურები იქნება მის მიმართ, იმის და მიხედვით ან ნეგატიურად აშუქებს მას TV პირველი პროპაგანდისტული მედია, ან პოზიტიურად აშუქებს TV პირველი პროპაგანდისტული მედია. ამაზე უყურეთ პარტია გირჩი ამას აღწევს. გირჩი პარტია. კიდევ ერთხელ ეს აჩვენებს, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე არის. გასაგებია კიდევაც, ხო ხა ანტიქართულ კამპანიაში ჩართვა დისკომფორტი უნდა იყოს წესით ნებისმიერი მოქალაქისთვის და ამას ჩანს რომ აკეთებენ ფულის სანაცვლოდ, რომელსაც მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ხედავთ რომ მათ შორის თაღლითობისთვის მჯავრდებული ადამიანი, რომელსაც მილიარდ ნახევრის წართფება უნდა და ქართველი ხალხისთვის ბიუჯეტიდან და ბოლოს მოუწია 9 მილიონის ჯარიმის გადახდა ბიუჯეტში და ხდება პოლიტიკური კორუფცია, მოსყიდვა ადამიანების, მათ შორის თავად ლელოში ხომ არიან ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიულობით და ესეც ჩანს რომ ამის უკან დგას ფინანსური ინტერესები, რომელსაც როგორც ანა წითლიძე ამბობს, ასე ჩემოდნებით დაატარებს თურმე შავ ფულს მამუკა ხაზარაძე, რათა მოისყიდოს პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. ამ თემაზე და განცხადება, სადაც ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თავაზობს, რომ მომართეთ შეწყალების თხოვნით და მე შეგიწყალებთ თქვენ იმ შემთხვევაში, თუ კი აქვე დასძეთ, რომ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. მინდა გითხოთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილზეც გავრცელდება თუ არა ეს წერილი და მიშა ყაველაშვილის ეს მზაობა, თუ კი სააკაშვილი ითხოვს შეწყალებას იმ პირობით, რომ მისი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ვიცით, რომ მიშა სააკაშვილი უშუალოდ ვერ ჩაერთვება, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული საკითხი, თუ მიშა სააკაშვილი ითხოვს შემიწყალე და ჩემი პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მასეც გავრცელდება შეწყალება? არა, თავადაც თქვით, რომ უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, რასაც მისი პოლიტიკური ელიტა დღეს როგორც მტრობს ქართველ ხალხს, უკრაინას ეს ცოდვაც ეყოფა უკრაინის პოლიტიკურ ელიტას, რომ ახლა მისი მოქალაქე აქ არჩევნებში ჩართული იყოს, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებულია. რაც შეეხება მის პარტიას, რაც შეეხება, განაცხადოს მისმა პარტიამ უნდა მონაწილეობის მიღება თუ არ უნდა, წინ არის ყველაფერი, არანაირი კავშირში ეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან არის. კიდევ ერთხელ მიხეილ პრეზიდენტი, იმიტომ რომ პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი, ადრესატი კი საფუძველი, რატომ არის საერთოდ შეთავაზება გაკეთებული, იმისთვის რომ ხედავთ, რომ არის ცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, რომ მოხდეს საბოტაჟი არჩევნების, ხედავთ, რომ ლელომ განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და შემდეგ რომ არ იყოს ამ საბაბით საუბარი, თითქოს არ ქონდა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება, ლიდერებს არ ქონდათ ამის შესაძლებლობა, ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ, სწორედ ამიტომ არის ეს შეთავაზება, რომ თუ არის სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პრეზიდენტი მზად არის შეიწყალოს ისინი, რომ ქონდეთ სრულფასოვნად საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე, მას არათუ ჩართვის, საერთოდ ჩვენ არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობაც წესით არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჩარევა უცხო ქვეყნის იმაში. არა, მოკლედ კიდევ ერთხელ განცხადება იყო კაფიო. განცხადება არის კაფიო, ხო, ხა ესეთი რაღაც დამატებით განცხადების მე როგორ გავხკეთ. განცხადება არის კაფიო, შეეხება იმ რამდენიმე პოლიტიკოს, რომელმაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, იცოდნენ რა სასჯელიც ემუქრებოდათ და მიიღეს ის სასჯელი, უფრო მსუბუქი სხვათა შორის, ერთ წლამდე არის პატიმრობა და ნახეთ, რომ 7-8 თვე შეუფარდა სასამართლომ, უფრო მსუბუქი სასჯელი
უფრო სუბუქი სასჯელი და მათთვის არის შეთავაზება გაკეთებული. ცესკოს დისკრეტაციის მცდელობასთან დაკავშირებით მინდა კითხო დავიწყოთ შეიძლება პირველი არის ცესკოს დისკრეტაციის ცესკოს დისკრეტაციის მცდელობასთან დაკავშირებით მინდა კითხო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა განიცადა დაკავშირებით აკეთებს ასეთ განცხადებას რომ მასზე გაუწევს ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი ოცნების ხელმძღვანელობამ და ამბობს რომ ეს წერილი იყო მუქარი შემცველი შეურაცხმყოფელი და არასერიოზული რაც უკიდურესად ცუდად იყო აღქმული ვაშინგტონში როგორ აფასებთ და ადასტურებთ თუ არა მცდელობის ფაქტს ჩვენ ნახეთ რომ თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული რადიო თავისუფლება ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს არც ერთი არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის როდესაც პროპაგანდისტული მედია თავად ტრამპის მიერ არის მხილებული და დაფინანსება შეწყვეტილი და მისი სურვილია რომ დაიხუროს საერთოდ რადიო თავისუფლება როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შეგახსენებთ რომ თავის დროზე რადიო თავისუფლება შექმნა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა სააგენტომ და მისი ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა თავიდან შემდეგ გარკვეული სხვა სქემები დაალაგდა თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია და მათი მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებას ახლა ზედმეტი კომენტარს ვერ ვიღებ. შეიძლება კითხვა ხალხო რა გჭირ პირველიანიმა ცესკოს ტრამპის ადმინისტრაციას უკიდურესად მძიმედ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ ეს წერილო დანიგანი ამბობს. ჩვენ ორ შორის ვადამდე ვინ გადადგა მე მგონი ცნობილია ასე რომ როგორც იტყვიან ყველაფერი გასაგებია. არ არის ჩვენი ინტერესის სფერო არ არის რომ გადამდგარ ელჩის ინტერვიუზე რაიმე განცხადებები გაკეთდეს. გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ჩვენი აზრი რა ჩვენი ინტერესის სფეროს არ წავიდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ არის საუბარი მასთან დაკავშირებით. ჩვენ შორის ვადამდე ვინ გადადგა, მე მგონი ყველა ხედავს, ასე რომ ყველაფერი გასაგებია. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთხელ საუბრობს ცენტრალურ საარჩევნო კომისია ცესკოს დისკრეტაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ასევე ამბობს იმასაც, რომ მათ შორის გალი ძალები, მათ შორის შიდა ოპოზიცია ცდილობს, რომ მოახდინონ აი ამ ინსტიტუტის დაზიანება, ასე ვთქვათ, და კიდევ ერთხელ საუბრობს ელთოოდირის დასკვნაზე, რომელიც საშემოდგომო არჩევნებზე გამოქვეყნდა, აი რას უკავშირებთ თქვენ აი ამ ცდილობას და ზოგადად რომ შევაფასოთ მათი განცხადება. შეიძლება რეზოლუციას იყენებენ ხშირად ამ დისკრედიტაციისთვის, მაშინ როდესაც თავად ევროკომისია აღარ მაგალითად. დიახ, ჩვენ მოვისმინეთ აი ამ ცრუ ყალბი კამპანიის შემდეგ, რომელიც მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ხელით იყო წარმოებული, მოვისმინეთ EUTOS გენერალური დივნის განცხადება, რომ არჩევნები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ასახავს ამომრჩევლის ნებას. წერტილი. ეს არის პასუხი ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდა. ეს არის პასუხი ბრიუსელის ბიუროკრატების მიმართ, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდა. ეს არის პასუხი ზოგიერთი ელჩის მიმართ, საქართველოში მოქმედი ელჩის მიმართ, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდა იმით, რომ მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ რაღაც ცივ დამოკიდებულებას აჩვენებდა და თითქოს ეს არჩევნები რაღაცნაირად ხინჯიანი იყო. მას შემდეგ რაც EUTOS გენერალურ დივანმა თქვა, რომ სრულად ასახული არის ამომრჩევლის ნება არჩევნების შედეგებში, ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებებმა, ბრიუსელმა, ზოგიერთმა ელჩმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს იმისთვის, რომ აბრალებდნენ თითოს ქართულ დემოკრატიას, არ აქვს იმის უნარი, რომ ქართველმა ხალხმა თავად აიჩიოს საკუთარი ხელისუფლება. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ეს განცხადებები მათ შორის ეხება ზოგიერთი NGO-ს მიერ წარმოებულ კამპანიას, კერძოდ ნინო ლომჯარიას NGO, ჩემი ხმა, რომელიც შეგახსენებთ 2024 წლის არჩევნების წინაც თუ არ ვწდები, წარმოებაც კი იყო მათზე საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებთან გამოცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმე NGO-ზე, მაშინათვე ვამბობდით ჩვენ, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებს სააგიტაციო კამპანიას. და მათ შორის ეს ორგანიზაცია, ჩემი ხმა, რომელიც რამდენიმე
NGO-ს აერთიანებდა, ჩართული იყო პირდაპირ ქართული ოცნების წინააღმდეგ აგიტაციაში. მაგრამ ვინ ჩივის NGO-ების აგიტაციას, როცა თავად ევროკავშირის ელჩი იყო ჩართული ქართული ოცნების წინააღმდეგ აგიტაციაში, დაარღვია ვენის კონვენცია, დაარღვია ადამიანური ეთიკაც და დიპლომატიური ეთიკაც, იმით რომ სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე ცდილობდა გავლენის მოხდენას საარჩევნო შედეგიდან გამომდინარე. აი ეხლა ზუსტად იგივეს ვხედავთ და ეს არის პირველი სიგნალი. და აქედანვე უნდა ვიყოთ ძალიან ხმამაღალი და მკაცრი ამ NGO-ების შეფასებაში, რომელიც თავს ესხმიან CESCO-ს და არჩევნებს. ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მას შემდეგ რაც ხედავთ, რომ ამერიკის დაფინანსება უკვე ამ სფეროში აღარ არის, ზოგზე არც ვიცით, მათ შორის ამ ორგანიზაციაზე უშუალოდ ვისგან, თუმცა დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს, ასე რომ ევროკავშირის ელჩის ასე ვთქვათ, სანქციირებით ხდება დაფინანსება ორგანიზაციების, რომლებიც აქედანვე იწყებენ მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაზე. ევროკავშირის ბიუჯეტის ფული იხარჯება საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისკენ. აი ეს არის ფაქტი. ამაზე უნდა ვიყოთ ვისაუბროთ ჩვენ ხმამაღლა, ვინაიდან რას ვცდილობდით ჩვენ მათ შორის შარშან არჩევნების წინ ანგარიში გაგვეწია, რაღაცნაირად დაგვენდო, დაგვეზოგა ჩვენი უცხოელი ზოგი ელჩი იქნებოდა თუ პოლიტიკოსი და ხედავთ ჩვენ რა შედეგი მოიტანა ამან, რომ კიდევ უფრო უხეშად ერეოდნენ ამის შემდეგ ჩვენს არჩევნებში. ამიტომ აქედანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის. ასე რომ სრული პასუხისმგებლობა იქნება დონორებზე და ყოველი შემთხვევა რაც იქნება, ყოველ შემთხვევაზე ვიქნებით ჩვენ ძალიან ხმამაღალი, პირდაპირ ვამხელთ როგორც ორგანიზაციას, ასევე დონორს, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ეს ჩვენი ამოცანაც არის, რომ ევროკავშირს არ დავარღვევინოთ საერთაშორისო სამართალი. ეს არის ჩვენი ხალხის სურვილიც, რომ ის რეპუტაცია, რომელიც აქვს ევროკავშირს და რომელსაც ასე აფუჭებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ეს რეპუტაცია შეუნარჩუნოთ და ბრიუსელის ბიუროკრატიას და ზოგიერთ დონორს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ რეპუტაცია შეულახოს ევროკავშირს, რეპუტაცია შეულახოს იმ ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც სიტყვით ხშირად ლაპარაკობენ და საქმეზე კი არიან საერთაშორისო სამართლის დამრღვევები. ასე რომ ეს მისასალმებელია CESCO-ს განცხადება და ჩვენც ასევე ყველა ასეთ შემთხვევაზე გვექნება ხმამაღალი რეაგირება, ნებისმიერი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს არჩევნებში, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს და რომელი ქვეყნის ელჩიც არ უნდა იყოს, არავის არ გაუტარებთ და ყველას ვამხელთ ასეთ ჩარევებში. ჩვენი არჩევნების ჩაშლის შესაძლებლობას უცხოელებს ნამდვილად არ მივცეთ. თორნიკერის დაკავშირებით უნდა გითხოთ, გავრცელდა ასევე წერილი, რომელიც შინაარსით გაარკვია პრაიმ ტაიმმა, იცით თუ არა, სადაც წერია აქცენტს აკეთებს ამდენი საკითხთან დაკავშირებით. რიჟვაძე სადაც წერს, რომ მას კორუფციას და ბარიკის მფარველობას აბრალებენ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძეს მიმართაც, რომ დაიწყო მისი ოჯახი. აღწერილი წერილში საუბარი არის, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოსთვის წევრი უდანაშაულო და ყველა მისი დავალებით მოქმედებდა. პატრიოტები და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახმედიანზეც, რომელიც იარაღითაც მან თვითმფრინავებას სცადა. აი რო შევაფასოთ რიჟვაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ასევე მისი წერილიც. ბატონო შარვა დავუმატებ. რას ნიშნავს ეს? ვიტყვი და თუნდაც მე უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევა არის, სწრაფ გამოჯამრთელებას უსურებ თორნიკეს და იცით რომ გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა. მე მაქვს ერთი კითხვა. თორნიკე რიჟვაძის დასაკავებლად მიდიოდით და მიდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამიტომ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თავის მოკვლის მცდელობა, ანუ ჯერ იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიდიოდა მის დასაკავებლად და ამაზე იყო მისი რეაგირება და ამაზე სცადა თორნიკე რიჟვაძემ თავის. არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ვერსიები, ყველაფერი ხედავთ რომ საჯაროდ ითქვა კიდევაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, იცით რომ გამოძიება მიმდინარეობს თავად შემთხვევასთან დაკავშირებით, ასე რომ გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს. თქვენ თვითონ აბრალებთ
თავად აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას, აბა ვინ აბრალებდა, არავის დაუბრალებია მისთვის, ალბათ ისევ ქართული ოცნება აბრალებდა და რას ნიშნავს ეს მისი თქვენ ვერსიებზე შეგიძლიათ თქვენი ფიქროთ მოვაკლებოთ. ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს? აბა უყურეთ კიდევ ერთხელ არის მძიმე შემთხვევა, მნიშვნელოვანია რომ სწრაფად გამოჯამრთელდეს, დანარჩენს გამოძიება ხო ამიტომ არის ნახეთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, გამოძიება წარმოება არის და გამოძიება დაალოვა. აგიცხოთ. სხვა დეტალი არაფერი არ არის. ამას ოპოზიციაში ამტკიცებენ. ბატონო? ოპოზიციაში ამბობენ, რომ თორნიკე რიჟვაძე თვითმყოფობის მცდელობამდე მიიყვანა ქართულმა ოცნებამ და ხა ოპოზიცია რა სიტყვის. უყურეთ, ოპოზიციის ნათქვამზე ხომ არ არის, არა? მოხდა მძიმე შემთხვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საკითხს, შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იყო შემთხვევის ადგილზე და გამოძიება შეიძლება დაადგინოს ყველა დეტალი. იმის გათვალისწინების რომ თვალისწინებით წალენჯიხის მერია შეესაბამება ოპოზიცია არის მმართველობაში, გაგიკვირდა თუ რა ეს განცხადება და რა არის მათი ხო, საერთოდ სასწაული არის ეს განცხადება, რაც ნახეთ, თვალებს არ დაუჯერე, როდესაც წალენჯიხის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდო მერიის განცხადების სახით. აი ეს არის ნაცობა, სხვა რამე კი არ არის. აი ზუსტად ეს არის ნაცობა. აქ პარტიულ წევრობას ამა თუ იმ პარტიის წევრობასაც არ აღნიშნა. ეს არის იდეოლოგია, ნაცობა, რომელიც აი ზუსტად ასეთ ცევაში გამოიხატება. აბსოლუტური აბსურდი კი არ არის და გასული არიან ყოველგვარ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, როდესაც თვითმმართველობის ორგანო აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების საბოტაჟს მოახდენს. არ ვიცი, ალბათ ადრე ძველი ხუმრობა იყო ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, რომ ვიქნები და ვიქნებიო. ალბათ გონიათ, რომ არჩევნები არ უნდა იყოს და ის წალენჯიხის მერიის დღევანდელი შემადგენლობა არჩევნების გარეშე უნდა იყოს და იყოს უსასრულოდ. რა ვიცი, რა თავში რა უტრიალებდათ, ვერ ხვდები საერთოდ ასეთი ანუ საკუთარი რა გითხრათ თავის მხილების განცხადება რომ დადეს. ეს ერთი. თუმცა ამას სამართლებრივი განზომილებაც აქვს და ხა არ ვუსიბად გითხრათ ისიც არ ვიცი შემთხვევით ხوار გატეხეს პეიჯი და ვინმე სხვა მხوار დადო. იმიტომ მე სხვა კომენტარი არ მომისმენია გარდა იმ განცხადებისა, რომელიც იდო Facebook გვერდზე, მაგრამ თუ კი ამას წალენჯიხის მერია როგორც ასეთი არ ვიცი ხა. ამას ოფიციალურად აცხადებს, ამას აქვს სამართლებრივი განზომილება, რაც გულისხმობს საბოტაჟს და თვითმმართველი ორგანოს მხრიდან რა ვიცი კანონმდებლობის ჩარჩოებიდან გასვლას. ტექსტში ეწერა რომ რაღაც რეჟიმს არ დაემორჩილებიან, რას ქვია, ანუ პარლამენტს არ აღიარებს წალენჯიხის მერია, თუ მთავრობას არ აღიარებს წალენჯიხის მერია, თუ კანონებს არ აღიარებს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელია, ხო, რამდენადაც ვიცი, თუ კონსტიტუციას არ აღიარებს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი. აბსურდი, აბსოლუტურად ცირკი, რასაც ქვია და მათ შორის წალენჯიხის დღევანდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი თუ ის პოლიტიკური ძალა ვინც იქ არიან, ისინიც მიიღებენ პასუხს შემოდგომაზე, არჩევნებზე, აი ამ ქცევისთვის, რასაც სხვა შორის ამდენი ხანია აკეთებენ მათ შორის რელოს ჩარევით და ასე შემდეგ. მოკლედ, აბსურდი და გარდა ამისა სამართლებრივად ძალიან დამაფიქრებელი მოვლენა, რომელსაც შესაბამისი შეფასება სჭირდება. ეს არის ახალი სპეცოპერაცია ქართულ არჩევნებში ჩარევისა, რომლის პირველი ცდილობები ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც გარედან ცდილობდნენ რაღაც რებრენდინგის წარმოებას, რომ ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ბრენდი დაეზიანებინათ, თუ გაეწიათ გვერდზე
და ისეთი აღქმა შეექმნათ თითქოს რაღაცა სხვა პოლიტიკური ძალები არის ახლა არჩევანში. სინამდვილეში და გარკვეული შედეგსაც მიაღწია ამან, იცის რომ ნაციონალურ მოძრაობას საკმაოდ ცუდი შედეგი ჰქონდა როგორც ცალკე აღებულ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში. ეხლა ეს არის მეორე ეტაპი ამ მცდელობისა, რომ მოაჩვენონ საზოგადოებას თითქოს ნაციონალურ მოძრაობა პოლიტიკურად აქტუალური აღარ არის, ის ტოქსიკური ბრენდი, რასაც ნაციონალურ მოძრაობა ნომერი 5 ქვია და ზოგიერთი მათი სახეები სააკაშვილის ჩათვლით თითქოს ისინი გაწეული არიან და არჩევნებში არც კი არიან, ასე ვთქვათ, საარჩევნო ყუთთან არ უწევს არჩევნებს. სინამდვილეში ზუსტად იგივე ნაციონალური მოძრაობა არის ლელოც, არის პარტია საქართველოსთვის, როგორც ვქვიათ, კახარის პარტია მოკლედ. იგივე ნაცები არიან და ნაციონალური იდეოლოგია, იმიტომ რომ ნაცობა არ გულისხმობს ერთი კონკრეტული პარტიის წევრობას. მაგ ლოგიკით მაშინ გამოდის, რომ ნიკამელია ნაცია არ არის, ახან სხვა პარტიის წევრი არის თუ თავმჯდომარეა. ნაცობა გულისხმობს იდეოლოგიას, იდეოლოგიის მიმდევრობას. ეს არის ცალკე ფაქტობრივად რაღაც რაღაც იდეოლოგიზირებული გაერთიანება, რომელიც მთავარი იდეა არის სხვისი მორჩილება, გარედან მიღებული დავალებების შესრულება, ანტიქართული მოძრაობა, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს ბედნიერება იქნება, თუ კი საქართველო იქნება სხვა ქვეყნის თუ ქვეყნების პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გაგრძელება, მათი ინტერესების გამტარებელი რეგიონში და ხედავდით ჩვენ როგორ აპირებდნენ, რომ მათი ინტერესების გამტარი ყოფილიყავით რეგიონში, მათ შორის იმით, რომ ესკალაცია მოგვეხდინა დაძაბულობის პერიოდში და ფაქტობრივად ომში შესულიყავით. ეს არის ომის პარტიის იდეოლოგიის მატარებელი ხალხი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო იყოს ჩვეულებრივი იარაღი, პროქსი, როგორც უკრაინაზე დღეს უკვე ღიად საუბრობს, მათ შორის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რომ უკრაინა გამოყენებული იქნა როგორც მარიონეტი, პროქსი ომის საწარმოებლად, ანუ მარიონეტის ხელით ომის საწარმოებლად იქნა გამოყენებული, ზუსტად ასეთი პროქსი და მარიონეტი ქვეყნად უნდათ აქციონ მათ საქართველოს. და ამიტომ ხედავთ, სად ხედავთ თქვენ ან ლელო, ან გახარი, ან სხვები ხედავთ ისინი სადმე რეგიონში არიან, ხალხს ხვდებიან, არა, საზღვარგარეთ არიან და იქ ხვდებიან თავის დამკვეთებს, რომლებიც ზუსტად ამ მითითებებს აძლევენ. პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარს რატო ამბობენ? არ ვიცი, ჯერ ამბობენ უარს, არ ვიცი, რამდენიმე დღეა გასული და მაგალითად ლელომ ძალიან კამპიუტერი თქვა და შეწყალების მოთხოვნით არ მიმართავენ. არ ვიცი, ხა ეს მათი გადასაწყვეტი არის იფიქრებენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეთავაზების მნიშვნელობა არის, რომ აჩვენოს ყველას, განსაკუთრებით მათ დამკვეთებს აჩვენოს, რომ არავინ არ მისცემს შესაძლებლობას გარეთ ძალებს, რომ რაღაც საბაბები გამოიყენონ ქართულ არჩევნებზე თავდასასხმელად, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური პარტიის ესა თუ ის ლიდერი ვერ იყოს სრულფასოვნად ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ამის საბაბს არ მივცემთ არც ერთ მათ გარე დირიჟორს და ეს შეთავაზება სწორედ ამას გულისხმობს პრეზიდენტის მხრიდან, ასე რომ ნახოთ, ჯერ კიდევ დრო არის. დიდი ალბათობით მიშა ყაველაშვილის საკუთარი ინიციატივით შეიწყალებს ამ ადამიანებს, მაშინ შეიძლება ველოდოთ. ანუ განცხადება არის ძალიან მკაფიო, შეწყალებას სჭირდება ორი პირობა, ერთი რომ თუკი მათ ნამდვილად სურთ არჩევნებში მონაწილეობას მიღება, განაცხადონ რომ მონაწილეობას მიღება სურთ და მეორე მიმართონ უნდა პრეზიდენტს იმისთვის რომ შეიწყალოს. ბატონო შავაიც დავაზუსტებ თუ შეიძლება თორნიკე ჟივაძის წერილებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნეტგაზეთი წერს რომ სანდოს წყარომ ბათუმელებს განუცხადა რომ არავითარ წერილი ჟურნალისტებს მეტპერსონალს არ მიუწოდებია, საუნივერსიტეტო კლინიკაში უარყოფენ მედისთვის რაიმე წერილის მიწოდებასა. მასში საიდან გაჩნდა ეს წერილები, ორი წერილი ერთმანეთის მიხედვით? ნეტგაზეთი არის ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია. ასე რომ მათ რაიმე განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს, ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მედია. რამიშვილის იგივე სარაოს საკავშირო უნდა გითხოთ, ის მის სახელზე რეგისტრირებული იარაღის უკანონმდებლობისთვის დააკავეს ოჯახის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი სწორედ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ნაუც ამაზეც ყველა დეტალი ითქვა, მარტივი საკითხია საკმაოდ. არ ვიცი რატო მოხდა ეს, თუმცა
ფაქტია, აეროპორტში ჩვეულებრივი უსაფრთხოების შემოწმების დროს, რასაც ყველა მოქალაქე გავდივართ ხოლმე, ამ შემოწმების დროს მის ხელბაღში აღმოჩნდა იარაღი. ანუ რატო აღმოჩნდა, ეხლა ეს მან თავად უნდა განმარტოს, მაგრამ გასაგებია, რომ თვითფინანსში იარაღს არავინ არ აატანა. ბატონო შოვა, კითხოთ საჩეცის, რომ ეს ადამიანი ბიზნესმენების შეხვედრაზე არ ყოფილა პარასკევს ირაკლი კობახიძესთან. რაიმე დაპირისპირება, გაუგებრობა ან რაიმე ხომ არ იყო მათ შორის, რის გამოც არ მივიდა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე და მე ხომ არ მოხდა ამ იარაღის ჩადება. ანუ ყველაფერი ხო ითქვა, თან რამე ისეთი დაფარული საკითხი ხო არ არის. არის ბანალური გულისხმობ თავისი შინაარსით იმ მხრივ, რომ აეროპორტში ჩვეულებრივი პირადი უსაფრთხოების პირადი შემოწმების დროს, რასაც ყველა მგზავრი გადის და მისი ხელბარგი, ამ ხელბარგში აღმოჩნდა იარაღი, ხა მან თავად უნდა განმარტოს. მე არ ვიცი იყო თუ არ იყო, ანუ ახლა არ ვიცი, ვერ გეტყვით საერთოდ, ამაზე იყო თუ არ იყო, ვინ იყო და ვინ არ იყო, არ ვიცი.